საერთაშორისო დიპლომატიური ძალისხმევის მიუხედავად სირიაში სამხედრო მოქმედებების შეჩერება ვერ ხერხდება. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა ქალაქ ალეპოში, სადაც სამთავრობო არმიასა და ამბოხებულებს შორის დაპირისპირების დროს მსხვერპლის ოდენობა ყოველდღიურად იზრდება. გაერო ჰუმანიტარული ზავის მიღწევას ცდილობს. სირიის ქალაქ ალეპოში ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები გრძელდება. ალეპოს დასავლეთ ნაწილში ავიადარტყმების შედეგად თავშესაფრები განადგურდა. ლონდონში გათავსებული სირიის ადამიანის უფლებათა დაცვის მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში საჰაერო დარტყმებს 16 ადამიანი ემსხვერპლა. ამბოხებულთა ჯგუფები სირიის სამთავრობო არმიის პოზიციების გარღვევას ცდილობენ. რამდენიმე წლიანი საბრძოლო მოქმედებების მიუხედავად დაჭრილი ადამიანებისთვის ადგილობრივ საავადმყოფოებსა და სამედიცინო პუნქტებს სისხლის ჩასაბარებლად მრავალი ადამიანი მიმართავს. ამბოხებულთა კონტროლირებულ ალეპოს რაიონებში მცხოვრები მოსახლეობა სირიის სამთავრობო არმიასა და რუსულ ავიაციას მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმებში ადანაშაულებს. მე სისხლის ცენტრალური ბანკის გუნდის წევრი ვარ. ჩვენ ალეპოს გათავისუფლებულ ნაწილში ვიმყოფებით. სისხლს ვაბარებთ, რადგან რუსული ავიაცია და ასადის ჯარი ბარბაროსობას ჩადიან. ქალაქის დანარჩენი უბნებიც უნდა გავათავისუფლოთ, რაც ძალიან რთული იქნება. ამავდროულად გაერო ალეპოში ჰუმანიტარული დახმარების საკითხის შესახებ რუსეთთან და სირიის ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებს მართავს. სირიის საკითხებში გაერო სპეციალური წარმომადგენლის განცხადებით, კონსულტაციების მთავარი თემა ჰუმანიტარული ოპერაციის დროს მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. რუსეთმა და სირიის სახელმწიფო ძალებმა ალეპოში მასშტაბური ჰუმანიტარული ოპერაცია ივლისის ბოლოს დაიწყეს. ძალადობის შესაჩერებლად თანათავმჯდომარეებს შორის ინტენსიური კონსულტაციები მიმდინარეობს. საგანგებო დესპანი ირანში, მე კი დამასკოში ვიყავით. დრო ჯერ კიდევ არის. ყველა დაინტერესებულ მხარეს სურს, რომ ქალაქში ჰუმანიტარული ტვირთი შევიდეს და ძალადობა დასრულდეს. სამთავრობო არმიასა და ამბოხებულებს შორის ალეპოში მიმდინარე დაპირისპირების პარალელურად შეერთებული შტატების მეთაურობით მოქმედი კოალიციური ავიაცია სირიაში ეგრეთ წოდებული ისლამური სახელმწიფოს პოზიციების დაბომბვას განაგრძობს. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ისლამისტების წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგიაზე ამერიკელ სამხედრო მაღალჩინოსნებთან ისაუბრა. თეთრი სახლის ლიდერი სირიის საკითხში რუსეთის პრეზიდენტს უნდობლობას უცხადებს. არ მგონია, რომ რუსებისა და ვლადიმერ პუტინის ნდობა შეგვიძლია. ასადის რეჟიმისა და რუსების საჰაერო დაბომბები მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლს იწვევს. ცეცხლის შეწყვეტისა და პოლიტიკური დიალოგის ალტერნატივა მუდმივი სამოქალაქო ომია. მე კი ომის დასრულება მსურს. დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ჭაღარის დიდი ნაწილი სირიის საკითხზე შეხვედრების შემდეგ გამიჩნდა. 2011 წელს დაწყებულ სამხედრო დაპირისპირებას სირიაში 9,5 მილიონამდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 10 მილიონზე მეტი კი დევნილად იქცა.